საპენსიო რეფორმას მძარცველურ და თაღლითურ სქემას უწოდებს სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებელი ალეკო ილისაშვილის განცხადებით 20-25 წლის შემდეგ დაგროვებული პენსია ანაბრების ბედს გაიზიარებს. მისი თქმით, გამოსავალი პროცესის შეჩერება, ადეკვატური მსჯელობა და მოსახლეობისთვის ნორმალური სისტემის შეთავაზება. არანაირი კავშირი საპენსიო რეფორმასთან ამ ყველაფერს არ აქვს. ეს არის ჩვეულებრივი ძარცველური სქემა, რომლის მიზანია ამ გაღატაკებული ქვეყნიდან და ამ ქვეყნის ღატაკი მოსახლეობის ჯიბეებიდან ამოიღონ დამატებით ფული, თუ კი ოდნავ ადეკვატურობა შერჩენია ქართულ ოცნებას და ხელისუფლებაში მყოფ ხალხს. საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა ამ პროცესის შეჩერება, საპენსიო სისტემაზე ფართე მსჯელობის გამართვას და შემდეგ ადეკვატური და ნორმალური სისტემის შეთავაზებას მოსახლეობაში. ფულის შეგროვება უკვე დავიწყეთ და ეს ფული ამ ფულმა როგორ უნდა იმუშაოს, როგორ უნდა მოიტანოს, კიდევ ფული ჯერ გეგმა არ არის დადებული და არც საინვესტიციო ჯგუფია შექმნილი. რას უშვებით 850,000 პენსიონერს, რომელიც ეხლა არის პენსიონერი. ისევ იქნება საუბარი 20 ლარი მოვუმატოთ, 25 ლარი მოვუმატოთ თუ 400 ლარიანი პენსია გავწეროთ. როცა ხდება საპენსიო რეფორმა, ეს უნდა იყოს ერთი პროცესი, სადაც იქნება გათვალისწინებული ყველას ინტერესი.